დღეიდან ირანში დაღუპული უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის ხსოვნის პატივსაცემა და გამოსამშვიდობებლად 7 დღიანი გლოვა დაიწყო. სამგლოვიარო ღონისძიებებს, რომელიც ჰამენეის ლიკვიდაციიდან 4 თვის თავზე შედგება, ირანის ოფიციალური პირები საუკუნის დაკრძალვას უწოდებენ. აიათოლა ალი ჰამენეის ცხედარი, რომლის ლიკვიდაცია 28 თებერვალს შეერთებული შტატებისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მოხდა, გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის სამხრეთ თეირანში იმამ ჰომეინის მოსალას კომპლექსში გადაასვენეს. ოფიციალური პირების შეფასებით ცერემონიებში შესაძლოა 12-დან 20 მილიონამდე ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადება მასშტაბით უპრეცედენტოა ირანის ისტორიაში სახელმწიფო ღონისძიებებს შორის. გათვალისწინებულია ათასობით ბანაკი მომლოცველებისთვის, მილიონზე მეტი ჩასული ადამიანის განთავსება. სპეციალურად შემუშავებულია მარშრუტი თეირანის ცენტრში, რომელიც ხალხის ნაკადების რეგულირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ღონისძიებების კოორდინაციას ახორციელებს თეირანის მოჰამად რასულოლას კორპუსი, ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ყველაზე დიდი რეგიონული დანაყოფი. დღეს უკვე დაიწყო სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ჩასვლა ირანში სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. სტუმრების ვიზიტების ამსახველ კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ერთ-ერთი პირველი ირანში მიხეილ ყაველაშვილი ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მასუდ ფეზეშქიანთან. ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მან კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც განიხილეს. ყაველაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას. შეხვედრების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი მასალას კომპლექსში მივიდა და აიათოლა ალი ჰამენეის ცხედარს პატივი მიაგო. عالی مسلمانان گرجستان برای ادای ყაველაშვილის გარდა ირანში ჩავიდნენ და სულიერი ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ფაიქ ნაბიევმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეთიბარ ემინოვმა და თბილისის მეჩეთის წინამძღვარმა ზვიად ვანაძემ. მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება კონკრეტულად რომელი მსოფლიო პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, ასევე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავლენ თეირანში. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ათეულობით სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, პარლამენტების სპიკერები და მთავრობების წევრები. ამ დროისთვის ირანში სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი საჰიბა გაფაროვა, უზბეკეთის პარლამენტის სპიკერი, თურქმენეთის ლიდერი, ერაყის პრეზიდენტი დელეგაციით, პალესტინელი სასულიერო მოღვაწეები, ლიბანური წინააღმდეგობის მეთაურები, ყატარის შურის საბჭოს სპიკერი, პაკისტანის პრემიერი. მოსკოვიდან ირანში დაკრძალვაზე ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით. ცერემონიის სლოგანად ირანის ხელისუფლებამ აირჩია მოწოდება ჩვენ უნდა აღვდგეთ, რომელსაც თან ახლავს შეკრული მუშტის სიმბოლო. ხომეინის მოსალას კომპლექსში ალი ჰამენეისთან გამოსამშვიდობებლად მისვლა მსურველებს კვირა საღამომდე შეეძლებათ. სამშაბათს სამგლოვიარო ღონისძიებები გაგრძელდება ყუმში, თეირანის სამხრეთით. იქ ჯამქარანის მეჩეთში, ირანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სიმბოლურად მნიშვნელოვან რელიგიურ ადგილას სულის მოსახსენებელ ლოცვას მაღალი რანგის შიიტი ღვთისმეტყველი წარუძღვება. ოთხშაბათს ჰამენეის ცხედარს ერაყის ნაჯაფში გადაასვენებენ. იმამ ალის შიიტურ ისლამში პირველი იმამის მავზოლეუმთან სამგლოვიარო პროცესიის შემდეგ ცერემონიები ქერბალაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ცხედარს ირანში დააბრუნებენ.
ხუთშაბათს ჰამენეის მის მშობლიურ მეშეთში დაკრძალავენ. სამგლოვიარო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 40 დღე გაგრძელდება. ცერემონიებისთვის საგულდაგულო მზადების მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. კერძოდ, უცნობია მიიღებენ თუ არა მოჯთაფა ჰამენეი და მისი ძმები მონაწილეობას მამის დაკრძალვაში. ჰამენეის შვილები შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილან.